მოგესალმებით ყველას. დიდი ხანი არ ჩამიწერა ვიდეო, გადავწყვიტე ჩავწერო პირად ურთიერთობაზე და გადავწყვიტე ვასაუბრო ადამიანი პატარა ჩართვა გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, პატარა გაშლა გამოვა. გავარკვიოთ დღევანდელი ენერგიების მიხედვით, რისი თქმა სურს თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს. ვარიანტს გავაკეთებ ორს. პირველი ვარიანტი იქნება ესეთი. დასადები და მეორე ვარიანტი იქნება ეს. აირჩიეთ პირველი მეორე. და მე დავიწყებ, ვიც აირჩია პირველი ვარიანტი, მოგესალმებით ყველას. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ამ ეტაპზე როგორ ენერგიებშია. თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი დღევანდელ დღეს არის ძალიან ემოციურად განწყობილი, ძალიან გულჩვილი და თვით ჩაღრმავებისკენ მიდრეკილი. შესაძლებელი არის მოქმედებს მასზე ამინდის ცვალებადობა, ზოგადად ძალიან სენტიმენტალური პიროვნება არის, უყვართ ცხოვრებაზე ფიქრი, ამაოებაზე და მაღალ მატერიებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი ვნახოთ ახლა თქვენთან დაკავშირებით რაზე სურს საუბარი. და ასევე დავუმატებ, რომ როგორც ჩანს ამ ადამიანს ძალიან დიდი ხანია არ უსაუბრია თქვენთან და ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს დღეს განსაკუთრებით და მოусმინოთ ახლა. რა თქმა უნდა, თქვენ მიმართ ეს პიროვნება გრძნობს ძალიან დიდ სიყვარულს, თუმცა თითქოს დაკარგულია ეს ყველაფერი, ეს სიყვარული თითქოს უკვე დაკარგულია, ძალიან ბრაზობს ეს ადამიანი და მუდმივად იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ორი იყავით როგორც ერთნი. ერთმანეთს უზიარებდით ყველაფერს, ერთმანეთს ეინდობოდით, რა ვიცი, შეიძლება რჩევებსაც აძლევდით და იყო ძალიან ესეთი ემოციურად მშვიდი პერიოდი. თუმცა ახლა ეს ყველაფერი არ არის, თქვენ შორის არის საკმაოდ დიდი მანძილი, როგორც ჩანს და ეს სიმშვიდე დაკარგა ამ პიროვნებამ და ამის თქმა უნდა თქვენთვის, მაგრამ პირადად რატომღაც არ ამბობს. აბა ვკითხოთ, რატო არ ეუბნები, რატო არ ეკონტაქტები, ანუ როგორც ჩანს პირველი ვარიანტი არ გეკონტაქტებათ. იმიტომ არ გეკონტაქტებათ ეს პიროვნება, რომ აქვს რაღაცები მოსაგვარებელი ცხოვრებაში, ვალდებულებები, შესაძლებელია არ იყოს თავისუფალი ეს ადამიანი, არ შეეძლოს თქვენთან ამ ეტაპზე გამოჩენა, აქვს სერიოზული მიზეზი. როგორც ჩანს, პარტნიორი სხვა ყავს, ანუ ურთიერთობაში ნებისმიერ შემთხვევაში და არ გეკონტაქტებათ თქვენ, იმიტომ რომ თავის დროზე შესაძლებელია დაშორდით კამათით და ეს კამათი იყო ძალიან მტკივნეული ამ ადამიანისთვის, იმდენად მტკივნეული, რომ დღემდე ახსოვს ყველაფერი და თითქოს რაღაც არ აძლევს საშუალებას შინაგანი განახოს, რომ არ გააკეთო, თავს იკავებს, ასე ვთქვათ. თავის თავსაც აძლევს რჩევებს, ეს ისეთი ადამიანი არის. კარგი, აბა ვნახოთ კიდევ რისი თქმა სურს. მინდა იცოდეთ, ეს პიროვნება აუცილებლად გამოჩნდება და მაგას გეუბნებათ. სჭირდება გარკვეული დრო, ჯერჯერობით ისევ ეშინია გამოჩენა, არ არის დარწმუნებული თავის თავში, რომ თვითონ რომ გამოჩნდეს, თქვენთვის რამდენად მისაღები იქნება. დაკვირდებათ ისევ, დაკვირვების რეჟიმში არის, რაღაც ამბებს იგებს თქვენ შესახებ, საიდანაც აქვს წვდომა, რა რესურსების გააჩნია და მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი დაბრუნდება შეცვლილი. ისეთი არა როგორც ადრე, ცოტათი დაღვინებული იქნება. კაი. მოდი თქვენ რჩევას ვიკითხავ თქვენთვის. ანუ როგორ უნდა მოიქცეთ ეს ადამიანი, როცა დაგიბრუნდებათ, ნახოთ. ეს ადამიანი რომ დაგიბრუნდებათ, საკმაოდ მკაცრად გირჩევთ ტარო რომ მოიქცეთ, არ მოგილბეთ უცებ გული ამ ემოციური შემოსვლით. იმიტომ რომ ეს ურთიერთობა ვერ მოგიტანთ, დროებითი ხალისი და დროებითი აღმაფრენება მოგცეთ, მაგრამ სამომავლოდ ისევ ტანჯვა, ისევ ეჭვიანობა, ისევ როგორც ჩანს ამის
გასაირნებები და მიწერ-მოწერები სხვადასხვა და ცოტა ისეთი ტიპაჟი არის. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან რაღაც ემოცია გააჩნია, რაღაც რა პრინციპში სიყვარულიც ამოვიდა, მაგრამ ეს ადამიანი ვერ ეგუება ერთ პარტნიორის ყოლას მხოლოდ ისეთი ერთგული არ არის, როგორც არ უნდა უყვარდეთ, თავისებურად უყვარხართ მინდა გითხრათ და მაინც და მაინც არ არის რეკომენდაცია, რომ ეს პიროვნება დაიბრუნოთ. აი ესეთი რჩევა. დარჩით მისთვის იდუმალი, მიუწვდომელი და ესე შორიდან უნდა გიყუროთ და შორიდან დაადგოთ. არ გახსნათ კარტები, არაფერი არ უთხრათ არც იმ პერიოდზე, სანამ თქვა ერთად არ იყავით ან არ კონტაქტობდით, არ თქვენ ემოციებზეც ნუ ისაუბრეთ, მაქსიმალურად დრო გაწელეთ. აი ესეთი რჩევა არის პირველო ვარიანტი და მადლობას გიხდით, ვინ ჩაიფიქრეთ ეს პირველი ვარიანტი და გადავალ ახლა მეორე ვარიანტზე. მოგესალმებით, მეორე ვარიანტო. ნახეთ რა ხდება. მეორე ვარიანტი. როგორ ენერგიებში ხართ დღეს მაჩვენე. არაჩვეულებრივ ენერგიებში არის მეორე ვარიანტი დღეს. შესაძლებელი არის სამეგობრებთან ერთად შეკრებას გეგმავს, ან ახლობლებთან შეკრებას, ну, უფრო სამეგობროს მომენტი მოდის, შეიძლება სადმე ძალიან კიდევაც და არ მოიწყეს ეს ადამიანი და არ იწყეს დღევანდელ დღეს. როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი მეგობრები ყავს. და კომპენსირებას, აი თქვა ურთიერთობაში რამე თუ ისე არ გამოდის, ახდენს მეგობრებით, ბევრი მეგობარი ახლოვია გარს. კარგი. მოდი ნახოთ, ეხლა თქვენთან დაკავშირებით რა ხდება, რისი თქმა სურს. ძნელად მისაღწევის სურვილი ხართ, მეორე ვარიანტო ამ ადამიანისთვის. სულ რაღაც დაბრკოლებები აქვს თქვენამდე მოსასვლელი გზა, ძალიან რთულია. ერთადადაც რომ იყოთ, მაინც ბოლომდე ვერ შეგიცნოთ და აი სულ რაღაც წინააღმდეგობა მოდის თქვენგან და სულ უწევს ამ ადამიანს რაღაცების დამტკიცება, რაღაც მომენტში მიუხედავად იმისა, საკმაოდ სასურველი ხართ, ძალიან გადაღლილი არის ეს ადამიანი და ხანდახან და დღის ენერგიებს ვკითხულობ, ეფიქრება რომ რა ვიცი, ხომ არ შავეშვა, დავიღალე და დავიტანჯე ესე. გვეწუწუნება, ვნახოთ კიდე რისი თქმა სურს. თუმცა ამ ყოფის მიუხედავად უდიდეს სურვილს და უდიდეს ტოლვას განიცდის თქვენ მიმართ და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის ეს ადამიანი, როგორ მოაგვაროს ეს სიტუაცია, რა უნდა გააკეთოს, მაგის ვარიანტებს განიხილავს. ხო, აქ მე ვთქვი, შეიძლება ერთადაც იყოთ, როგორც ჩანს რაღაც საჯარო გაშლა, შეიძლება ერთადაც ხარ და შეიძლება არც ხართ, იმიტომ რომ მეორე ერთ-ერთი ვარიანტი ორად რო გაიყოს, მეორე შემთხვევაში ესეთი ადამიანი დიდხანს ცდილობდა თქვენი გულის მოგებას, მაგრამ რაღაცნაირად სულ ეშლებოდა, თუმცა ახლა მოიფიქრებს მოსასვლელ გზას და მობრძანდება ეს ჩვენი მამრი. ემოციებით, თუმცა საკმაოდ დატანჯია, რა უქენით ესეთი. თვითონ თვლის, რომ რაღაც მომენტში არის მსხვერპლი. ძალიან მინდა სიმშვიდეო და უნდა ჰარმონია, უნდა ყველაფერი კარგად იყოს, რა თქმა უნდა. მაგრამ მე მგონი ეს მოსვლაც არ გამოუვა. არ გამოუვა ეს მოსვლაც, კიდევ ხელი შეეშლება. უიღბლო ყავს აქ, ტანჯულა ტიპი ყავს აქ, მეორე ვარიანტი. მოდი რჩევა ვნახოთ, როცა მოვა. იმიტომ რომ მაინც ესეთი ტიპაჟი არის. ვერაჩერებს ემოციები, მაინც მოუწევს მოსვლა, თუმცა რაღაცები ხელი შეეშლება და ძალიან მალე ვერ მოახდენს, ასე ვთქვათ. მაგრამ როცა მოვა, რა უნდა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? კარგად დაფიქრდით, სანამ მას უპასუხებთ თავის შემოთავაზებაზე. შეგიძლიათ ესეთი გამოცდილი მეგობრებიც გეყოლებათ, აი ესეთ რა სიტუაციად გაქვთ რჩევა, მასაც კითხოთ, ცოტა მოზრდილ ადამიანებსაც კითხოთ რჩევა. არ უნდა იჩქაროთ. აუცილებლად განახლდება ურთიერთობა, ვისაც არ გაქვთ. აუცილებლად იქნება სურვილი, რომ თავიდან დაიწყოს. ვიღაცებს შეიძლება ოჯახის შექმნაზეც დაელაპარაკონ. ეს ადამიანი ზოგ ვარიანტში შესაძლებელია თქვენგან საკმაოდ მშვიდობით იყოს, საზღვარგარეთაც კი იყოს, არ გამოვრიცხავ და რაღაცა პრობლემები შეიძლება იყოს, შეიძლება სხვა ადამიანი ჩაერიოს თქვენ ურთიერთობაში,
ვიღაცას არ სურდეს ეს ადამიანი ახლოს რომ მოვიდეს და რჩევა იქნება ესეთი ფეთქებად ადამიანებს კი ნუ მოусმენთ ცოტათი შვიდ, ცოტა ასაკიანს და გამოცდილს ეინდეთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში. მარტო თქვენთ ნუ მიიღებთ და წყენიდან გამომდინარე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს აქ ნაწყენები ხართ მეორე ვარიანტი. აი ესეთი ამბებია. მადლობა გখდით. რომ ხართ ჩემთან. დროებით შემდეგ ჩაწერამდე.